ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა მომატებული პენსიების მოლოდინშია. ტოლთა მინისტრის მოადგილეები ჩხოროწყუში დევნილებს შეხვდნენ. ჟურნალისტი გელამ თივლიშვილი ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება. რადიო 11-ის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს მუშაობას ახალ ამბებს 17 საათზე თია შონია გაგაცნობთ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლთა მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელოს ზემოსვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა კანთარია, ასევე ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა დღეს ჩხოროწყუში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მოქმედ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს. მინისტრის მოადგილებმა ისაუბრეს სოფლად სახლის მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვის, იპოტეკური სესხის დაფარვისა და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტებზე. სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში ჩხოროწყუში სამინისტრომ 4 დევნილი ოჯახისთვის კერძო სახლი უკვე შეიზღიდა. შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი ადგილზე გაეცნენ დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, მოისმინეს მათი პრობლემები და ასევე საჭიროებები. სოხუმსა და მოსკოვს შორის აფხაზეთის მოქალაქეებისთვის პენსიებისა და ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. შეთანხმების თანახმად აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები პენსიას რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის საშუალო მაჩვენებელს უნდა გაუთანაბრდეს, რომლის ოდენობაც 10,000 რუსულ რუბლს აჭარბებს. ასეთ შემთხვევაში აფხაზეთში მცხოვრებ 32,000-ზე მეტ ადამიანს ყოველთვიური ფულადი დახმარება 6,000 რუსული რუბლიდან 16,000 რუბლამდე გაეზრდებათ. თუმცა რუსეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მაქსიმ ტოპილინის განმარტებით პენსიების ზრდა ეტაპობრივად 3 წლის განმავლობაში განხორციელდება. ქუთაისში პარლამენტის შენობასთან პატიმა რომეო არახამიას ახლობლები და ოჯახის წევრები დღეს საპროტესტო აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეები არახამიას საქმის გადახედვას მოითხოვენ. მათივე თქმით, რომეო არახამია უდანაშაულოა და მას ნარკოტიკული ნივთიერება სამართალდამცავებმა ჩაუდეს. რომეო არახამია ქუთაისის მეორე საჯლ აღსრულების დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პარლამენტის ხდომა ჩაიშალა, მიზეზი კი კვორუმის არარსებობა გახდა. 76 დეპუტატის შესაგროვებლად ქართული ოცნების წევრების გარდა საჭირო იყო უმცირესობის წარმომადგენლების რეგისტრაციაც, მაგრამ ნაციონალებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. რეგისტრაციის სამჯერ უშედეგოდ ჩატარების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელი ხდომა ჩაშლილად გამოაცხადა. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ხდომა დატოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ. მათ ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში. ამჟამად მერაბიშვილისა და უგულავას გარეშე გრძელდება წინა სასამართლოს ხდომა 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის და ტელეკომპანია იმედის დარბევის საქმეზე. პროკურატურის მიერ ამავე საქმეზე ბრალდებულნი არიან იუსტიციისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები სურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი. გელამ თივლიშვილი მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება. გავრცელებული ცნობით სამართალდამცავებს ჟურნალისტთან აქვთ კითხვები პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების საომრად წასვლასთან დაკავშირებით. დაკითხვაზე შესვლამდე კახეთის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის გადაცემულ უწყებაში გამომძიებლად მითითებულია უსუფ თვალიაშვილი, რომელსაც თივლიშვილი უნდობლობას უცხადებს. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე თბილისის მერის დაქვემდებარებაში გადადის. აქამდე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. სასახლის გადაცემის საკითხს საკრებულოს დღევანდელ ხდომაზე განიხილავენ. თუ დამტკიცდება საკითხი, შეიცვლება კანცელარია, შეიცვლება გერბი და ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარების შემდეგ გადავალთ მერის დაქვემდებარებაში, აცხადებენ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ჰემოფილიის საერთაშორისო დღეს საქართველოს უერთდება. ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა ექიმებისა და ჰემოფილიით დაავადებული ადამიანებისთვის ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალურად კონფერენცია ჩაატარა. შეხვედრაზე დაავადების პრობლემებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განიხილეს დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც დაავადებების და ადრეულ ეტაპზე გამოვლენა არის შესაძლებელი. რომის პაპი კუბაში ვიზიტს გეგმავს. ფრანცისკ პირველი ჰავანას სექტემბერში ეწევა. მანამდე ის შეერთებულ შტატებში ჩავა და შეხვედრას თეთრი სახლის ლიდერ ბარაკ ობამასთან გამართავს. ვიზიტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ახალი ამბები 17 საათზე რადიო 11-ის პირდაპირ ეთერში თია შონიამ გაგაცანით. მე აქვე დაგემშვიდობებით კეთილი სურვილებით ნახვამდის.